გერმანიის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ იყო არა მხოლოდ ევროპული ქვეყნების მხრიდან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების, კონკრეტულად კი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი განსაკუთრებით ინტერესით აქცევდა ყურადღებას გერმანიაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს და კონკრეტულად კი ილონ მასკი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიას და ამის შესახებ პლატფორმა X-ზე აქტიურად წერდა და სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდებოდა გერმანიაში მიმდინარე არჩევნებზე და წინასაარჩევნო პერიოდზე განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და კონკრეტულად არჩევნების დღეს მაგალითად ერთ-ერთმა სატირულმა გვერდმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ბანერი, სადაც AfD-ს ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ ბიულეტენზე მოაწერონ ხელი, რომ ამით ისინი გამოხატავენ თითქოს რომ ეწინააღმდეგებიან არჩევნების გაყალბებას, თუმცა სინამდვილე არის ის, რომ თუ მომხმარებელი, უბრალოდ ამომრჩეველი ამ შემთხვევაში ხელს მოაწერდა ბიულეტენს, ამით ეკარგებოდა ბიულეტენს ძალა. ამის შესახებ დამადასტურებელი ინფორმაცია ოფიციალური ბუნდესტაგის ვებგვერდზე არსებობს. შესაბამისად, ეს იყო შეცდომაში შემყვანი ბანერი და ვიზუალურად ის ძალიან ჰგავდა პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ერთ-ერთ საარჩევნო კამპანიას და სწორედ ამიტომაც, როგორც აღნიშნავენ ექსპერტები, ძალიან ბევრი მომხმარებელი შესაძლებელია, რომ შეცდომაში უბრალოდ შეიყვანეს. როგორც უკვე გითხარით, დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც არჩევნების დღეს, ასევე მანამდეც. ორი დღით ადრე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ მათ აღმოაჩინეს რუსეთთან დაკავშირებული დაჯგუფება, რომელიც ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს დააფიქსირეს კონკრეტულად ამერიკაში. მათი სახელი არის შტორმი. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალურ სოციალურ ქსელში ოპერაციებს ატარებენ დეზინფორმაციის და ამისთან დაკავშირებით კონკრეტულად ქალაქ ლაიფციგში მაგალითად გავრცელდა ქსელი გაყალბებული ვიდეოების, სადაც მანიპულაციურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია ჰამბურგში მიმდინარე და ლაიფციგში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე გამოქვეყნდა კვლევა გერმანული ფონდის, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ რამდენიმე კვირით ადრე მათ 700-მდე ყალბი სოციალური ქსელი იპოვეს, ანუ რამდენიმე არჩევნებამდე რამდენიმე პერიოდის განმავლობაში უცებ შეიქმნა 700-მდე ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში, რომელიც აქტიურად პრორუსულ დეზინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა დისკრედიტაციას კონსერვატული პარტიის კანდიდატობის კანცლერის, რომელიც ფრიდრიხ მერცის, რომელიც სავარაუდოდ მართლაც გახდება გერმანიის კანცლერი. ჯერჯერობით ეს არ არის დამადასტურებელი ინფორმაცია, რადგან ითვლება ხმების არჩევნებზე და ილონ მასკი, როგორც უკვე გითხარით, ის აქტიურად ავრცელებდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას გერმანიაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით და ახლახან გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომლის მიხედვითაც იმიტირებულ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა გერმანულ სკოლებში, თითქოს გაიმარჯვა ალტერნატივა გერმანიისთვის ულტრამემარჯვენე პარტიამ და ეს პოსტი გადააზიარა შემდგომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა და დონალდ ტრამპის მხარდაჭერმა ბავშვებს ესმით, ასეთი პოსტით გამოაქვეყნა მან ეს პოსტი და აზიარებს ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც ის აქვეყნებს ფოტოს, უბრალოდ სკრინშოტს, რომლის მიხედვითაც თითქოს გერმანიის სკოლებში ყველგან გაიმარჯვა AfD-მ, ეგრეთ წოდებულ იმიტირებულ არჩევნებზე, სადაც სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა, როგორც ხედავთ, ილონ მასკს თავისივე სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე გაკეთებული აქვს შესწორება community notice-გან, სადაც როგორც ვკითხულობთ, წერია, რომ ამის შესახებ ეს არადასტურებს ეს დოკუმენტი იმ ინფორმაციას, რასაც ლაპარაკობს მომხმარებელი და AfD-ს არ გაუმარჯვია ყველა სკოლაში, რომელშიც ჩატარდა იმიტირებული არჩევნები და მითითებული არის სპეციალური ბმული, სადაც ვნახავთ, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის სკოლებში დაიკავა მეოთხე ადგილი.